ჭიათურელ მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ მაღაროელებს, რომლებიც ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის მიერ გამოცხადებული მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდებენ არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების წერილს, რომელსაც მათ კომპანიას თავაზობს. მაღაროელის ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, რეორგანიზაციის დასაწყებად კომპანიამ 24 აპრილს 300-მდე ადამიანი დაიბარა და კიდევ 200 დასაქმებულის დაბარებას გეგმავს. მაღაროელების თქმით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებს თხოვენ თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება. მაგრამ ეხლა დღეს აქ არის საზოგადოება შეკრებილი მშრომელი ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა ხელს არაფერზე არ აწერენ და მით უმეტეს არც ყოფილ მენეჯმენტს და არც ეხლა მსურველებს, ვისაც აქ უნდა შემოსვლა რომ მართოს მაღაროები, მათთან ჩვენ არც ხელმოსაწერი და არც სალაპარაკო არაფერი არ აქვს. ეს ჭირდება იმისთვის, რომ მე დასაქმებულებმა ვერანაირი პრეტენზიები ვეღარ წაუყენონ და რამე ვერ მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა. 23 აპრილს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. კომპანიის პოზიციით დაგეგმილი ცვლილებები წარმოების გადარჩენას და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას ემსახურება. გეგმის მიხედვით საშტატო სტრუქტურისა და პოზიციების დაკომპლექტება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო სათანადო პროფესიის მქონე კადრებითა და აუცილებელი ტექნიკური პერსონალით მოხდება. კომპანიის მტკიცებით თანამშრომელთა შერჩევა შიდა კონკურსის გზით იქნება. მანამდე 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში წარმოების განახლების პროცესს მათი შეფასებით მაღალკვალიფიციური მენეჯერი მიხელ სოცკი უხელმძღვანელებს. ჭიათურელების პროტესტი, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ჯორჯიან მანგანეზის მიერ მაღაროებში სამუშაოების შეჩერებას უკავშირდება. მაღაროელები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჭიათურიდან ჯორჯიან მანგანეზის გასვლას, საწარმოების ნაციონალიზაციას და ჭიათურის მოსახლეობისთვის ფონდის შექმნას ითხოვენ.